ხერხემლის მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს. შეიძლება თუ არა ხელით ან რაიმე გარე მანიპულაციით, მაგალითად, ხერხემალზე ხელის დარტყმით, გათავისუფლდეს ზეწოლისაგან თიაქრის მიერ მიჭყლეტილი ხერხემლის ნერვი. რასაკვირველია არა. მოდით ახლა განვიხილოთ თუ რითი ხდება ხერხემლის ნერვის მიჭყლეტა. მაშინ, როდესაც ზიანდება მალთაშორისი დისკის რკალი. მალთაშორისი დისკის შიგთავსი გამოდის გარეთ. აწვევება ნერვულ წნულს, რის შემდეგ იჭყლიტება ნერვი. ამ დროს ადგილობრივად ორგანიზმის დამცველობითი რეაქციიდან გამომდინარე ვითარდება ანთებითი პროცესი, რაც უფრო წვავეს ხდის ტკივილს. ეს პროცესი მიმდინარეობს კანიდან დაახლოებით 12 სანტიმეტრის სიღრმეში, ხერხემლის არხში. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით თეორიულადაც კი შეუძლებელია ბრმად, ხელის დარტყმით გაათავისუფლო ნერვი ზეწოლისაგან, სადაც მიმდინარეობს ურთულესი პათოფიზიოლოგიური პროცესი. ეხლა მსმენელებიდან შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ მას ჰქონდა ძლიერი ტკივილი წელის არეში და ხერხემლის ექიმმა გაუთავისუფლა ნერვი და ტკივილი შეუმსუბუქდა. ამის პასუხად გეტყვით, რომ ხერხემალზე პათოლოგიური კელის მახლობლად, ფიზიკური ზეწოლის ან ძლიერი დარტყმის შემდეგ, საკმარისია ფიზიკური ძალის მოქმედებით თიაქრის მასამ 1 მილიმეტრითაც მოშორდეს ნერვს, ტკივილები მსუბუქდება. მაგრამ მდგომარეობა ხო შეუცვლელი რჩება. დაბოლოს, აღნიშნული მეთოდით მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში უფრო აზიანებს ისედაც დაზიანებულ მალთაშორის დისკს და აღრმავებს ადგილობრივ ანთებით პროცესს.